მე მაქვს შეხვედრები იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის, თქვენთვის, ბევრი ადამიანისთვის ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით ის სიკეთე, რაც არის ევროპაში უვიზოთ სიარული, სამუშაოდ, განათლების მისაღებად, ჯანდაცვისთვის, არის მნიშვნელოვანი. ეს შეხვედრები დავყვეთ მოდით ორ ნაწილად, ესე იგი ტრადიციული ის ქვეყნები, რომლებიც სანქციებს უჭერენ მხარს, პერსონალურ სანქციებს, კონკრეტულად ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე, მათ შორის გერმანია, მათ შორის ნიდერლანდები და სხვა სახელმწიფოები და ასევე მქონდა შეხვედრა უნგრეთის საელჩოში. მე ვთვლი, რა ვისაც შეუძლია კიდევ განსაკუთრებით დიასპორა, განსაკუთრებით ქართველებს, ვისაც აქვს ბიზნესი უნგრეთში და სლოვაკეთში. ჩვენ უნდა მივიტანოთ ჩვენი ხმა ამ ქვეყნებთან. არა აქვს მნიშვნელობა, მე ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის თავისი გათვლებით აკეთებენ. ორბანს ახლა არჩევნები აქვს აპრილში სხვათა შორის და არჩევნების, ესე იგი, კვლევების მიხედვით ის არჩევნებს აგებს გაზაფხულს. მაგრამ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება რომ გაგრძელდეს და სისრულეში მოვიდეს უვიზოს გაუქმება, ეს გადაწყვეტილება ძალაშია. ეს არის იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებმაც გამოუგზავნეს წერილი ქართულ ოცნებას და ჩამოუწერეს მოთხოვნები. რაც არ უნდა ვეცადე გამეგო, ხო არ იქნება ეს უკან წაღებული, ხო არ იქნება გადათქმული, ისინი ელოდებიან ნორმალურ, აზრიან შინაარსობრივ პასუხს ქართული ოცნებიდან. არ ელოდებიან გინებას, არ ელოდებიან კრიტიკას, რაც გაიგეს ტელეგრამ. შანტაჟებთან ყოველ შემთხვევაში ხო, ეს არ მიიღება როგორც პასუხი, ისინი ელოდებიან შინაარსობრივ ანგარიშვალდებულებას. იმიტომ რომ უვიზო მიუსვლა არის სიკეთე და აქეთა მხრიდან ახლა რაც შეეხება უნგრეთს, ყველა არგუმენტი წარმოადგინა მე იმისთვის და იმ ადამიანების სახელით საუბრობდი, რომლებმაც გადაირჩიეს ქართული ოცნება რეალურად, ძალიან ბევრი არგუმენტი მოვიყვანე, რატომ გჭირდება რომ უნგრეთმა მიიღოს პერსონალური სანქციები, თუ არა და როგორ დავზარალდებით, ძალიან ბევრი რამე მოვყევი, არ ვიცი ახლა გადაწყვეტილება მათი პოლიტიკური გათვლებით ვიღება, მაგრამ რეალობა ეს არის. ნამდვილად 2 თვე, სექტემბერი და ოქტომბერი გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ სავარაუდოა, რომ გარკვეული კენჭისხრა იქნება. უნგრეთს უნდა გავაგებინოთ, სლოვაკეთს უნდა გავაგებინოთ. ეს ქართველი ხალხი ჩვენ აგვრჩებით. ხო, ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვექნება სახელმწიფოსთან, ეს ურთიერთობა ხალხთან არის და მათი მხარდაჭერა ხალხის მიმართ გვჭირდება. იმ რამდენიმე ადამიანის მიმართ კი არ ჭირდება, რომელიც დღეს მართავს ხელისუფლებას. ეს იყო ჩემი გზავნილი.